საქართველოს სტუდენტურმა ჩემპიონატმა კალათბურთში სტარტი აიღო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდმა პირველი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართა. გამარჯვება დიდი უპირატესობით 74-22 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს ერგო. მოპოვებული 74 ქულიდან 22 ბექა ქარსივაძეს ეკუთვნის. აღნიშნულ თამაშზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოთამაშის დავით დონაძის დებიუტი შედგა. მადლობას მოვუხდი ბიჭებს, კარგი თამაშისთვის, ასევე მოწინააღმდეგეს კარგად ითამაშეს და ვესწრებით, რომ რავი, გავამართლოთ თქვენი იმედებია და ფინალი მოვიდეთ. ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა პირველი გამარჯვება, მინდა მიულოცო ბიჭებს და მინდა მიულოცო სრულიად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს და სტუდენტებს მოუწოდო აქტიური ჩართულებისკენ და გულშემატკივრობისკენ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი და საინტერესო თამაში იყო, რაშიც ჩვენი უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა, ძალიან სასიხარულოა და უსურვებ შემდგომში ბევრ აქტივობაში გამარჯვებას. მორიგი თამაში 25 ნოემბერს 16 საათსა და 30 წუთზე ვერის ბაღში გაიმართება, სადაც ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სპორტის უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდებიან. შეგახსენეთ, რომ საქართველოს სტუდენტურ ჩემპიონატს კალათბურთში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ატარებს.